მოგესალმებით. შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი კომიტეტის ხდომა. დღევანდელი კომიტეტის დღის წესრიგით განსაზღვრულია განსახილველად 3 საკითხი. პირველ საკითხად წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონში ცვლილებები და ცვლილებები ადმინისტრაციულ სამადარყოფოთა კოდექსში. მოხსენებელი გახლავთ მინისტრის მოადგილე ზურა ეზუგბაია. მეორე საკითხი, რომელიც ასევე ბატონი ზურა ეზუგბაიას წარმოსადგენია, ეხება გარემოსდაცვის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, ისევე როგორც ცვლილებები ადმინისტრაციულ სამადარყოფოთა კოდექსში და ცვლილება ადმინისტრაციულ სამადარყოფოთა კოდექსში. მესამე საკითხად წარმოდგენილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო უტიაშვილი წარმოგვიდგენს. მინდა გთხოვოთ, რადგანაც ბატონი ზურა ეზუგბაია ცოტა ხანი აგვიანებს, დავიწყოთ მესამე საკითხით, რომელსაც ქალბატონი ნინო წარმოადგენს. თუ რაიმე შენიშვნები არ აქვს, გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ შეცვლილ დღის წესრიგს. დიდი მადლობა. ასევე ვიდრე ქალბატონი ნინო დაიწყებს, მინდა მივესალმო ბატონ სოლომონ პავლეაშვილს, მინისტრის მოადგილეს, რომელიც კურირებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს. ბატონ სოლომონ, თუ გსურთ, რომ ორი სიტყვით მოგმართოთ და შემდეგ ქალბატონ ნინოს თხოვ. დიდი მადლობა, მოგესალმებით კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის წევრებს. მინდა დაგიდასტურო ჩემი პატივისცემა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო შეიქმნა 2016 წელს და მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მაიას მისი უშუალო ინიციატივით, მისი შემდგომი ჩარევით ეს სამ ინსტიტუცია იყო პირველი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო რეგულირება და ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერები ვართ რეგიონში და შეგვიძლია ეს ყველა დონეზე განვაცხადოთ. ამიტომ ეს რეალობაა. რა თქმა უნდა, სამინისტროს გარკვეულ ეტაპზე აგრძელებს თავის მუშაობას და არის პოზიტიური ძვრები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ახალი პლატფორმაა შემუშავებული, როგორც ავტორიზაციის, ინსპექტირების საკითხების, იმიტომ რომ შეზღუდული იყო სააგენტო ინსპექტირებაში, ამიტომ ჩვენ გარკვეული რაოდენობა პერსონალის დაგვემატა, განისაზღვრა და მოგეხსენებათ ფაქტობრივად ამოწმებს კანონმდებლობით ყველა სამედიცინო დაწესებულებას, ვინაიდან მოგეხსენებათ, როგორც პაციენტის დაცულობაზეა საუბარი, ასევე მომსახურ პერსონალის დაცულობაზეა საუბარი, რომ ისინი ამ მიმართულებით არ მიიღონ შესაბამისი გამოსხივება და შესაბამისი გავლენების ქვეშ არ მოექცნენ. ამიტომ ყველა მიმართულებით მუშაობს სააგენტო. ამასათაც ავტორიზაციის სქემა შეიცვალა, უფრო გამჭვირვალე გახდა, ასევე დაჯარიმების ახალი პლატფორმა შეიქმნა და ეს არის გაციფრირებული არის და დიჯიტალიზაციის პროცესი ხორციელდება, იმიტომ რომ კამერალურად დაინახოს ყველამ, როგორ არის რატოა დაჯარიმებული, რა საფუძველი იყო ამ დაჯარიმების. მოკლედ ძალიან კომპლექსური მიმართულება სააგენტოს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სააგენტოს 2023 წელს დავალეთ ერთ-ერთი ახალი მიმართულება, ეს იყო დარეშხანშემცველი ნარჩენების ოპერირების საკითხი, ეს არის სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ცანაზე განთავსებული დარეშხანშემცველი ნარჩენები, რომელიც წლების განმავლობაში იყო უმართავი, იყო გადაუდებელი საკითხი 92 წლიდან და უკვე დაასრულა მან ორი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ცანასამში არსებული ნარჩენების განთავსების ადგილზე იმ დაბინძურების ლიკვიდაციას, რომელიც წლების განმავლობაში იყო. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია, ეს არის გზა, რომელიც გადადის ლასტილზე და ქვემო სვანეთს აერთებს ზემო სვანეთთან. ამიტომ ორი ეტაპი დასრულებულია წარმატებით, მესამე ეტაპი განხორციელდება მომდევნო წელს. ეს იქნება ცანა 1-დან და ცანა 2-დან არსებული ნარჩენების ტრანსპორტირება და განთავსება ცანა 3-ზე უკვე შექმნილი იმ ნარჩენების სარკოფაგზე, ნარჩენების საცავზე. და კიდევ სხვა არის მიმართულებები, რომელზეც სააგენტო დირექტორი მოგახსენებთ, მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მან დაინტერესდა ამ საკითხის მოსმენით და სააგენტო ასრულებს, აგრძელებს მუშაობას და დანარჩენ დეტალებზე სააგენტო დირექტორი მოგახსენებთ. დიდი მადლობა ყველას. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონ სოლომონ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმიანობა, რომელსაც სააგენტო ეწევა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახალ ხელმძღვანელს წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. გთხოვთ ქალბატონ ნინო, რომ წარმოადგინოთ პრეზენტაცია. თქვენ დაახლოებით 10 წუთი გექნებათ იმისთვის, რომ პრეზენტაცია წარმოადგინოთ და მე შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა.
მოგესალმებით. აქ უკვე აღინიშნა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ძირითადი რასაც მოიცავს, ეს არის კანონმდებლობის შემუშავება, ავტორიზაციის პროცესის მართვა, შემდეგ უკვე სახელმწიფო ინსპექტირების მონიტორინგის განხორციელება, რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და ბირთვული და რადიაციული საგანგებო სიტუაციების ინციდენტებზე რეაგირება. ეს არის ძირითადი საქმიანობა. მოკლედ მოგახსენებ სტატისტიკურ მონაცემებს ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რომ წელს გაცემული არის 72 ლიცენზია. აქვე გეტყვით, რომ გახშირდა სიტუაციები, როდესაც მოგმართავენ ლიცენზიების გაუქმებაზე, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც ეს ლიცენზიებს ფლობდნენ და საქმიანობა შეჩერებული ჰქონდათ, მაგრამ დაიწყეთ ამ პროცესში აქტიურად ჩართულობა და ისინი, ვინც საქმიანობას აღარ ახორციელებენ, მოგმართავენ ლიცენზიების გაუქმებაზე. ნებართვები 33 არის ექსპორტ-იმპორტზე და სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 79. ინსპექტირების ნაწილში ვასრულებთ 150 გვაქვს ხოლმე ყოველწლიურად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმიური ინსპექტირება და წლის ბოლომდე ამას დავასრულებთ, ასევე გქონდა არაგეგმიური ინსპექტირებები, დარღვევები 45 გამოვლინდა და ოქმი შედგა 84. ძირითადი დარღვევები მოიცავს შეუტყობინებლობას, ანუ ესე იგი საქმიანობა აქვთ დაწყებული და ამის შესახებ სააგენტოს არ აცნობენ და ნებართვები მიღებული არ აქვთ, ასევე პერსონალის გადამზადება და ასევე გაფართოებაზე არ მოგმართავენ დროულად. ეს არის გამოვლენილი ძირითადი, ესე ვთქვათ, დარღვევები ავტორიზებულ პირებში. ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის მიერ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის როგორც იცით, საზღვრებზე არის პორტალები განთავსებული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორები, ესე ვთქვათ, ახორციელებენ რეაგირებას და წელს 24 შემთხვევა იყო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და ძირითადად ეს არის სამედიცინო კუთხით, როდესაც მოქალაქეები მიემგზავრებიან, უბრალოდ ჩამოდიან, ბრუნდებიან საქართველოში და არის ხოლმე, ასე ვთქვათ, პორტალები აფიქსირებენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს. ასევე ამოღებულია ძველი კვამლის დეტექტორები. სარფზე ქონდა შემთხვევა, როდესაც იოდით დაბინძურებული მასალები იყო შემოსული და ჩვენ მოვახდინეთ ამაზე რეაგირება და საცავში არის გადატანილი ეს მასალები. უკანონო მიმოქცევის ფაქტები ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და წელს 3 ესეთი ოპერაცია ჩატარდა თბილისში, როდესაც სამეჩინეთის მოქალაქე დააკავეს მცდელობაზე ურანის შეძენის, ასევე ბათუმსა და მცხეთაში თურქეთის მოქალაქე იყო და საქართველოს მოქალაქე ურანის შეძენის ფაქტებზე აქაც ოპერაცია ჩატარდა და ჩვენი სააგენტოს რეაგირების ინსპექტორები მონაწილეობდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ, როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც აქტიურად თანამშრომლობთ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ნაწილში ერთობლივად საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელთან ერთად ბატონ თემურ ღევრიშვილთან ერთად დავგეგმეთ აქტიური, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა შეჩავერთეთ და 11 დეკემბერს საველე პრაქტიკული სწავლებები ჩავატარეთ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ჩვენი საცავი და მათ შორის მონაწილეობდნენ როგორც საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის და ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ყველა ერთობლივად მონაწილეობდით ამ სწავლებებში. რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას, მიმდინარე წელს არაერთი მთავრობის დადგენილებით არაერთი ტექნიკური ნორმატიული აქტი დამტკიცდა, მათ შორის ბოლო პერიოდში მოგახსენებთ, რაც უშუალოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ როგორც აქ იყო აღნიშნული ავტორიზაციის ახალი წესი, რომელიც მოიცავს აქამდე, ესე ვთქვათ, არ არსებობდა შეტყობინების რეესტრი, რომელიც მოაწესრიგებს ამ ავტორიზაციის პროცესს და შესაბამისად უფრო მაღალი საშიშროების და რისკის მქონე წყაროებთან დაკავშირებით საქმიანობას დიფერენცირებულს გახდის და შესაბამისი მოთხოვნებიც არის, ასე ვთქვათ, კატეგორიების მიხედვით დაყოფილი. ამ ეტაპზე სააგენტო მუშაობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის საჯარიმო ქვითრის, სახსრებო ფურცლის და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაზე. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ მონიტორინგის ახალი წესი, ვეტერინარიის წესი და
ახალი ტარიფები განსაზღვრეთ. ეს არის სიახლე, რომელიც აქამდე ერთიანი მიდგომით იყო და სალიცენზიო და ნებართვებს, ესე რომ ვთქვათ, კანდიდატები იღებდნენ ერთიანი მიდგომით, წელს უკვე მათ შორის იმ რისკების გათვალისწინებით არის აბსოლუტურად დიფერენცირებული მიდგომა და ტარიფები არის შესაბამისად განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით. რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არის ატომური სააგენტოს წევრი 96 წლიდან. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ და მოგახსენებთ მომდევნო წლის პროექტებზე, რომელზეც მათთან საერთაშორისო სააგენტოსთან ვითანამშრომლეთ. ეს არის რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოების გაუმჯობესება. შესაბამისი საცავი, როგორც უკვე აღნიშნე, მდებარეობს მცხეთაში და ჩვენ გვაქვს ასევე სამარხი და სამარხის შესწავლაზე არის, რომელიც საბჭოთა დროინდელი სამარხია და ჩვენ დავიწყებთ პროექტ აღნიშნული შესწავლისა. შემდეგი გარემოს რადიაციული მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რადიაციული უსაფრთხოებისთვის და ასევე სურსათის დამებრძოლებული მონიტორინგისა და ტესტირებისთვის ეროვნული პროგრამის გაუმჯობესება. ეს არის მიმდინარე პროექტები, აქ თქვენ ხედავთ თანხები უკვე, რომელიც დაფინანსება გამოყოფილი აქვს საერთაშორისო ატომურ სააგენტოს და 2026 წლიდან ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ასევე სხვა მიმართულებებს, საერთაშორისო მიმართულებით, წელს სექტემბერში გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც მონაწილეობდით და აღნიშნული სფარგლებში არაერთ კოლეგა უწყებასთან ქონდა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანის, სომხეთი და თურქეთის ჩემს კოლეგებთან შეხვედრები, სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და მათ შორის ამ რადიაციის მიმართულებით უწყებათა შორისი თანამშრომლობაზე შევთანხმდით და ესე ვთქვათ, ჩარჩოში მოვაქცევთ მომავალი წლიდან უკვე. ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა და უზბეკეთი სავარაუდოდ იქნება პირველი ქვეყანა, ვისთანაც თანამშრომლობას გავაფორმებთ. ასევე 2026 წელს ჩვენ უმასპინძლებთ უკვე მისიას ატომური სააგენტოსი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევისწავლით ჩვენს დარგში არსებულ მდგომარეობას, საჭიროებებს და სამომავლო გეგმებს განსაზღვრავთ უკვე მათთან თანამშრომლობის. ასევე ვგეგმავთ ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კონვენციასთან შეერთებას, მიმდინარეობს ამ საკითხზე უკვე სამუშაოები და 2028 წლამდე საქართველოსა და ატომურ სააგენტოს თანამშრომლობის ქვეყნის ჩარჩო პროგრამის მოქმედების გვადის გაგრძელებაზე 2028 წლამდე ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელმოწერის პროცესი გაიმართება და ამ ჩარჩო პროგრამის ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ უკვე დავგეგმავთ შემდეგ უკვე ღონისძიებებს და აქტივობებს და სხვადასხვა პროექტებს სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლობის კუთხით. მიმდინარე წელს ჩვენ მივიღეთ დრონი, ესე ვთქვათ, საფრენი უპილოტო აპარატი, რომელიც ხელს უწყობს საგანგებო სიტუაციებს და ესე ვთქვათ, მიუვალ ადგილებში რადიაციული მონიტორინგის განხორციელებას. ეს საერთაშორისო თანამშრომლობის და პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე მინდა რომ გითხრათ. ასევე რადიოლოგიური მონიტორინგს, რაც შეეხება ჩვენ შევერთდით ირმისის საერთაშორისო ესე ვთქვათ, რადიაციული მონიტორინგის სისტემას და 50-ე ქვეყანა გავხდით წევრი. სიახლე რაც არის, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჰაერის მონიტორინგის სისტემები საქართველოს მასშტაბით გვაქვს 5 ქალაქში, ახლა ამ ეტაპზე მესტია, ფოთი, სარფი, თბილისი და თელავში. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ უკვე მივიღეთ 13 ახალი რადიაციული მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით განვათავსებთ სასაზღვრო პერიმეტრზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო წლიდან, იანვრიდან ჩვენ უკვე გვექნება სრულად საქართველოს სრული ტერიტორიის რადიაციული მონიტორინგის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ კონტროლი და ერთიანი სისტემა გავუმართოთ. ამ ეტაპზე უკვე ბოლო დეტალების შეთანხმების მიმდინარეობს და განვათავსებთ და ჩავანაცვლოთ მათ შორის ძველ რადიაციული მონიტორინგის სისტემებს. ასევე სააგენტოს გააჩნია მობილური ლაბორატორია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ნიადაგი, ჰაერი და ასე ვთქვათ, მასალები სხვადასხვა შევამოწმოთ ადგილზე, გადაადგილების შესაძლებლობა გვაქვს და აღნიშნული ლაბორატორიით ჩვენ მიმდინარე წელს გავაკეთეთ გასვლითი, ასე ვთქვათ, ღონისძიება, რომლის შედეგადაც შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგი განვახორციელეთ და კონკრეტულად გონიოს ესე ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე. დაბინძურება არ აღინიშნება, ანუ ნიადაგი სრულად მთლიანი პოლიგონი, ესე ვთქვათ, შევისწავლეთ ადგილზე და დაბინძურება რადიაციული კუთხით არ აღინიშნება.
თუმცა შავი ზღვის აკვატორიას, როგორც იცით, ჩერნობილის ავარიის შედეგად თავის დროზე მცირე, ესე ვთქვათ, ნაწილაკები იყო, რაც დარჩენილია, თუმცა ფონის ქვეშ ზღვარზე არის და დაბინძურებად ეს არ ითვლება. როგორც აქვე ბატონო სულიკომ აღნიშნა, ნარჩენების მართვის კუთხით დარიშხანშემცველი ნარჩენების პროექტს ვახორციელებთ ჩვენ ლენტეხის მუნიციპალიტეტში და ეს არის პირველ სლაიდზე, პირველ ფოტოზე არის ის მდგომარეობაც იყო, მათ შორის ლევანდელი მდგომარეობით და წელს ჩვენ ეს ნაგებობები სრულად დავშალეთ, მოთავსებულია უკვე გვერდით ფოტოზე აღნიშნული არის საცავი, ახალი თანამედროვე სამარხი, უბრალოდ სარკოფაგი, რომელშიც მოხდა კონსერვაცია და მომავალ წელს ცანა-1, ესე ვთქვათ, პირობითი სახელით და ცანა-2 ტერიტორიიდან სვანეთში ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული ნარჩენებიც რაც არის დარჩენილი, მომავალ წელს სრულად იქნება, ესე ვთქვათ, დაფარული და საბოლოო სახეს მიიღებს. ეს არის შევეცადეთ რომ მოკლედ სწრაფად გამევლო საკითხები, რაც სააგენტოს მიერ უშუალოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოზიციაზე მუშაობის არის განხორციელებული და სამომავლოდ კიდევ ბევრი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, რომელზეც შემდეგშიც უკვე ანგარიშის სახითაც წარმოგიდგენთ ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის და ქალბატონო, მადლობა წარმატებების სურვილისთვის, მადლობა დიდი. დიდი მადლობა ქალბატონინო, კითხვები ხომ არა გვაქვს? მე მექნება რამოდენიმე კითხვა. პირველ რიგში დიდი მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის. პრაქტიკულად პრეზენტაციაში ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი იქნა ხაზგასმული, რაც თავისთავად საბოლოო ჯამში გვაძლევს იმ საერთო სურათს, რომელშიც სააგენტოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას არ არის ხმაურიანი სააგენტო, ის საქმიანობა, რასაც სააგენტო უზრუნველყოფს, როგორც მონიტორინგის, ინსპექტირებისა და ასევე რადიოაქტიული ნარჩენების უსაფრთხო განთავსების კუთხით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ის, რომ რადიაციული ფონის მონიტორინგისთვის პრაქტიკულად იფარება სულ მალე მთელი საქართველო. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენც და ბატონ სოლომონსაც მინდა მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად არის მიღწეული. ქალბატონო, ორი კითხვა მექნება. პირველი კითხვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ პარლამენტში რამოდენიმე აქტის გადავადების საკითხს, ორიოდე სიტყვით რო გითხრათ, ჩვენ ერთი წლით გადავავადეთ, ასე ვთქვათ, აქტების მიღება და როგორია მათი შესრულება და როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენ ხანში იქნება ეს აქტები დამტკიცებული. ასევე შევახსენებ როგორც კომიტეტის წევრებს, ასევე საზოგადოებას, რომ ჩვენ დაახლოებით წინამოწვევის პარლამენტის დასასრულს მივიღეთ ახალი კანონი ბირთვული რადიაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ავსტრიების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულება იყო და განახლდა პრაქტიკულად არსებული საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღების აუცილებლობაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია და დადასტურებულია აღნიშნული კანონით. და მეორე კითხვა, აქ თქვენ საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრეთ და მათ შორის რადიოაქტიურ სამარხთან დაკავშირებით. ბატონ სოლომონის საქმის კურსია ჩვენ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა ახალი რადიოაქტიული სამარხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში მე როგორც მახსოვს, ადგილზე სამარხი უკვე შესწავლილი იყო. ალბათ ეხლა კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი, რაღაც არსებულის შესწავლაზე თუ ახლის მშენებლობაც იგეგმება მომდევნო პერიოდს განმავლობაში, რომ მაშინ ჩვენ რაღაც ბოლო ეტაპზე ვიყავით პრაქტიკულად მისული, გეზეშეს მომზადების ეტაპი იყო, საიდანაც აღარ გაგრძელდა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღნიშნული პროექტი. კიდე ხო არ არის კითხვები? არ არის კითხვები, გთხოვთ ქალბატონინო. თუ შეიძლება თქვენი ბოლო კითხვიდან დავიწყებ სამარხს, რაც შეეხება სააკაძეში არსებული სამარხი, როგორც ვახსენე, საბჭოთა დროინდელი სამარხია, რომელიც იმ წესების შესაბამისად არის განთავსებული, თუმცა ინფორმაცია მაქსიმალურად ვეძიეთ, რომ არსებული შიგნით წყაროების შესახებ მოგვეძიებინა, თუმცა დაცული არ არის და არსად აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, მე რომ ვახსენე ახლა ეს პროექტი, რომელიც უკვე დაფინანსებულია, ის პროექტი იწყება 2026 წლიდან მაგათესთან
ატომური საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობით და მოიცავს უშუალოდ იმ სამარხში არსებული წყაროების შესწავლას. ანუ წყაროებს, როდესაც ჩვენ ნარჩენებს ესე რომ ვთქვათ, უნდა გაიხსნას ის სამარხი. გახსნის პროცესი არ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად ესე რომ ვთქვათ, ზედაპირი ბეტონის უნდა მოიხსნას. სპეციალური ესე რომ ვთქვათ, ერთი ექსპერტების ჩამოსვლა არის იგეგმება და მათთან ერთად ეს უნდა განხორციელდეს, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები არის, სადაც სპეციალურად განთავსდება შესაბამისი მოწყობილობა, ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ესე რომ ვთქვათ, ვიდეო თვალით მოხდება შიგნით კამერებით იქ შესწავლა. ხო, ეს ზედაპირის მოხსნა რა თქმა უნდა არ მოხდება და შემდეგ უკვე მოცულობებს და ჩვენ რომ წყაროების დახარისხებას შევძლებთ, რასთან გვაქვს საქმე, რა კატეგორიის წყაროები არის, შესაბამისად უნდა მოხდეს გადამამუშავებელი, ესე ვთქვათ, ლაბორატორიაც უნდა მოეწყოს იმ შესაბამისი წყაროებისთვის აღჭურვაც და საცავიც უნდა მოეწყოს და სამარხი სამომავლოდ უკვე ახალი განახდეს იმ წყაროების, ესე ვთქვათ, რისკების შესაბამისად და წესების დაცულობის იმ წყაროების. ეს პროექტი 2 წლიანი პროექტია და სავარაუდოდ ჩვენ უკვე ამ პროცესებს ძალიან მალე დავიწყებთ და დავასრულებთ. თუმცა ესე ვთქვათ, ის პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე კი ვიცით რა მდგომარეობა, მაგრამ ანუ ეს იქნება შემადგენელი ნაწილი იმ პროექტის და აუცილებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ის ხელახლა პროექტი განახდეს. რაც შეეხება საკანონმდებლო კანონს, რომელიც 2026 წლიდან უკვე სრულად უნდა შევიდეს ძალაში, ანუ პირველი ნაწილი, ახალი კანონი, რომელიც იყო მიღებული, ნაწილი ავტორიზაციის ნაწილი არ იყო ძალაში შესული და წესი, რომელიც ამას განსაზღვრავს აქტით, ის უკვე ეხლა ბოლო ერთი თვის განმავლობაში თავრობაზე წარვადგინეთ, დამტკიცდა და შესაბამისად ჩვენ შევძლებთ, რომ ეს კანონი სრულად 1 იანვრიდან ავამოქმედოთ. სხვა დანარჩენ ნორმატიულ აქტებს, რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მუშაობთ, არის აქ დადგენილებით ჩვენი ვალდებულებები 12-ის ნორმატიული აქტის ვალდებულება გქონდა, დარჩენილი, რაზეც ვითხოვეთ, გადავადება ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მუშაობთ დეკომისიის წესზე, დეკონტამინაციის წესზე და ასევე მუშაობთ პერსონალის კვალიფიკაციაზე, ანუ რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით ვინც მუშაობს, ამ პერსონალის კვალიფიკაციისა და ტრენინგების შესახებ ეს უკვე 4 აქტი არის. დარჩენილი არის რამდენიმე, რომელსაც მომავალი წლის იანვრიდან უკვე ეტაპობრივად მაგასაც მივყვებით და წლის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ იმ დანარჩენს. პირველ ნახევარში უკვე დავასრულებთ ყველა იმ წარმოვადგენთ მთავრობაზე იმ აქტებს, რომელიც მისაღები გვაქვს და რომელზეც უკვე მუშაობთ და თითქმის დასრულებული გვაქვს. ჩვენ აქტიურად ასოციაციებთან თანამშრომლობთ, მათთან საჯარო ესე ვთქვათ და ეს კონსულტაციით, სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც შეიძლება რომ სააგენტოს კონკრეტული სფეროში არ კონდეს ესე ვთქვათ დარგობრივი ისწოდნა, მათ შორის ვეტერინარია, აქტიურად ვითანამშრომლობთ ასოციაციასთან და ამ ფორმით ვაგრძელებთ თანამშრომლობას, უფრო ესე ვთქვათ დახვეწილი და სრულყოფილი დოკუმენტები მივიღოთ და მომავალ წლიდან ამ პროცესებსაც სრულად დავასრულებთ, ყველა ვალდებულებას, ნაკის აღებულ ვალდებულებას ესე ვთქვათ შევასრულებთ. მადლობა. უღრმესი მადლობა აუმწურავი პასუხებისთვის და კიდევ ერთხელ დიდ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესით განსაზღვრულ დანარჩენ 2 საკითხზე. ბატონ ზურაბ ზუგბაიას ვთხოვ, რომ პირველ რიგში წარმოადგინოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილავთ როგორც წამყვანი კომიტეტი. ეს არის რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები ადმინისტრაციულ-სამართალდამცავ კოდექსში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში დავამტკიცეთ რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მათ შორის უმნიშვნელოვანესი დაცული ტერიტორია რაჭის ეროვნული პარკი. გთხოვთ ბატონ ზურაბ, წარმოგვიდგინოთ აღნიშნული კანონპროექტი, ამასთან ჩვენ კომიტეტს ჰქონდა გარკვეული სახის შენიშვნები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ პირველი მოსმენის ფარგლებში უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ არსებით ხასიათის შენიშვნები იყო, რაზედაც გთხოვ ბატონ ზურაბს, რომ დეტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩვენ სესიაზე უკვე წარვადგინოთ პირველი მოსმენისთვის გასწორებული ვერსია, ის ვერსია, რომელიც ასე ვთქვათ, გასწორდა სწორედ კომიტეტისა და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მადლობთ, მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. როგორც გალბატონ მაიამ ახსენა, კანონპროექტი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან აფართოებს დაცული ტერიტორიების იმ სისტემას, რომელიც მოწყობილი იქნება რაჭის რეგიონში. მათ შორის რაჭის ეროვნული პარკი უკვე შექმნილია. კანონპროექტის მიღება გაუნდარეობს საქართველოს მთავრობის მხრიდან დაწესებული
სამიზნე პარამეტრებიდან, ეს არის დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა, კერძოდ სამიზნე მაჩვენებელი უნდა შეადგენდეს უკვე უახლოეს პერიოდში 15%-ს საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში დაცული ტერიტორიების დაფარულობის კუთხით, დაახლოებით 14%-ამდე არის უკვე ეს მაჩვენებელი ასული ახალი კანონების მიღებამდე, ასევე დაახლოებით 110,000 ჰექტარის მომატება არის გათვალისწინებული ანალოგიურად გარემოს დაცვითი პროგრამებით უახლოეს წლებში 2028 წლამდე. ამიტომ ამ კუთხითაც ეს კანონპროექტი აქტუალურია და სამთავრობო მოქმედებათა პროგრამის ფარგლებში აბსოლუტურად შეესაბამება. ანალოგიური ვალდებულებები გვაქვს საქართველოს აღებული საერთაშორისო კონვენციების მხრივ, მათ შორის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ჩარჩოებში. კერძოდ წარმოქმნილი კანონპროექტი ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებას და მისი საზღვრების გავრცელებას არ მარტო ონის, არამედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რაჭის რეგიონში 5 ბუნების ძეგლის, უნიკალური ბუნების ძეგლის ჩამოყალიბებას, ეს გახლავთ უნიკალური მღვიმეები, საკიშორას, შარეულას, უშოლთის, კიდობანას და მურადის მღვიმეები გახდება შეიძენს ბუნების ძეგლის სტატუსს. ჩამოყალიბდება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი, როგორც ცალკე კატეგორია დაცული ტერიტორიების და გაფართოვდება რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონა, რომელიც ჩამოყალიბებულია რაჭის ეროვნული პარკის არსებულ ფარგლებში. ეს კანონპროექტი ბუნებრივია, ითვალისწინებს რამოდენიმე განსხვავებული სახის დაცული ტერიტორიის ფორმირებას. მოგეხსენებათ, რომ დაცული ლანდშაფტი, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში იქნება მართული შესაბამისი მუნიციპალიტეტის მხრიდან და მისი ამ მუნიციპალიტეტის იურისდიქციის საკითხებიც არის განხილული კანონპროექტში, ხოლო რაჭის ეროვნული პარკი და ბუნების ძეგლები იქნება ადმინისტრირებული გარემოს დაცვითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემოვალი დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მიერ. კანონპროექტი და ის კოორდინატები, რომელიც მასში არის ასახული, მიზნად ისახავს დაცული იქნეს ბუნებრივი მრავალფეროვნება, ის სახეობები, რომელიც მოწყვლადია და შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ასევე დაცული იქნეს გარემო, რომელიც აუცილებელია ეკოტურიზმის განვითარებისთვის, რეკრეაციული გარემოს ჩამოსაყალიბებლად და ხელშეწყობი ფაქტორი ამ მხრივ იქნება მხარდაჭერილი. მინდა გითხრათ, რომ კანონპროექტი ბუნებრივია იწვევს გარკვეული საბიუჯეტო სახსების საჭიროებასაც. ამ მხრივ გამიჯნავ ორ მიმართულებას. ერთი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 214,860 ლარი მომდევნო წლისთვის. ეს გახლავთ ეროვნული პარკის გაფართოება და ბუნებრივი ძეგლების ნაწილი. როგორც ეს თანხა, ასევე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2026, 27, 28 და 29 წლები ამ დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფენ დონორი ორგანიზაციები. რაც შეეხება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას, აქ უკვე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გასაცემი სუბსიდია, რომელიც შეადგენს საწყის წლებში უფრო მეტ მოცულობას, პირველ წელს ეს იქნება 694,522 ლარი, ხოლო შემდგომ წლებში ის ბუნებრივია იკლებს, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება შესყიდული და ჩამოდის დაახლოებით 400,000 ლარამდე წელიწადში. ყველა ეს თანხა გარემოს დაცვითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით მოხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განკარგულებაში დაცული ლანდშაფტის ჩამოსაყალიბებლად და განვითარებისთვის. შესაბამისად, ამ ტერიტორიების ადმინისტრებისთვის ხდება დამატება საშტატო ერთეულების, ეს გახლავთ ეროვნული პარკის ნაწილში 4 საშტატო ერთეული, ხოლო მთლიანად ახლიდან ჩამოსაყალიბებელი ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია ის ჩამოყალიბდება 20 საშტატო ერთეულის სახით. ყველა ეს ღონისძიება ხელს უწყობს იმას, რომ დაცულობის ხარისხი ამ რეგიონში გაიზარდოს, უკეთეს პირობები შეიქმნას რეკრეაციისთვის და ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ადგილობრივ დონეზედაც ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტების
უფლებამოსილების განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მთელი ამ განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ჭირო თანამშრომლობდით კომიტეტთან, მიღებული იქნა გარკვეული მოსაზრებები პროექტის თაობაზე და მათი უმრავლესობა, ასე ვთქვათ, გარდაიცახა ახალ რედაქციაში, შესწორებებში არსებულ ტექსტში და ამათზე დეტალურად მოგახსენებთ შემდეგი სახით. პირველ რიგში, თავდაპირველი კანონპროექტი ითვალისწინებდა ორეტაპიან პროცესს, როდესაც ეროვნული პარკის ტერიტორია ფართოვდებოდა საწყის ეტაპზე მცირე, ასე ვთქვათ, ტერიტორიული გაზრდით, ხოლო შემდგომ ეტაპზე ფაქტობრივად დიდ ნაწილს ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის დაფარავდა ეროვნული პარკის ტერიტორია. ეს შეცვლილა თვითონ ადმინისტრირებასაც, შეცვლილა ხარჯების ნაწილშიდაც განაწილებას და შეცვლილა რასთავარია სტატუსს. ამ ზონის სტატუსს. ჩამოყალიბდით იმ კუთხით, რომ ეროვნული პარკის საზღვრებში მოექცევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორია და ეროვნული პარკის საბოლოო ფართი კანონპროექტის თანახმად შეადგენს 55,594 ჰექტარს. ხოლო დაცული ლანდშაფტი ჩამოყალიბდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ეს არ იქნება გარდამავალი ღონისძიება, არამედ კანონპროექტი ითვალისწინებს ამ დაცული ტერიტორიის სტაბილურად შენარჩუნებას არსებულ ფარგლებში და მისი ტერიტორია განისაზღვრება 50,240 ჰექტრის ფარგლებში. ანუ ორეტაპიანი პროცესის ნაცვლად ჩამოყალიბდა უკვე სტაბილური ერთიანი გადაწყვეტა. მეორე საკითხი გახლავთ უკვე რაჭის ეროვნული პარკის ნაწილში დაცული ტერიტორიის ამსახეობის სტატუსიდან გამომდინარე უფრო მეტად დაზუსტდა და ლიმიტირებული გახდა ჩანაწერები დაშვებულ სამეურნეო საქმიანობებთან დაკავშირებით. კერძოდ იყო სპეციალური საგამონაკლისო ნორმა თავდაპირველ კანონპროექტში ონის მუნიციპალიტეტში ქვის საბადოს რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებით და ეს ნორმა ამოვიღეთ, ვინაიდან ეროვნული პარკის სტატუსი გამორიცხავს სამეურნეო საქმიანობის ამ ასეთი ტიპის სამეურნეო საქმიანობას. მეორე ესე ყურადღება გამახვილდა სოჭის გირჩის მოპოვების სალიცენზიო საქმიანობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სოჭის გირჩის მოპოვების ძირითადი ზონები ხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ლიცენზიების უპირატესად ამ რეგიონში არის გაცემული, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაცული ლანდშაფტის სტატუსი იძლევა საშუალებას, რომ სამეურნეო საქმიანობა ამ თვალსაზრისით იქნეს მხარდაჭერილი, სოჭის გირჩის მოპოვების სალიცენზიო საქმიანობაზე, ესე იგი, ნებადართული იქნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ნაწილში და არა რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ასევე რაც შეეხება მრგვალი მორის მოპოვების საქმიანობას, აქაც ჩვენ გავაკეთეთ სწორება საქართველოს ტყის კოდექსში ახლახანს შეტანილ ცვლილებაზე, სადაც 1 წლით ესე იგი დაშვებული იქნა სოციალური ჭრების გადავადება და ამ უხლის მოქმედების პერიოდში ჩვენ შემთხვევაშიც ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში მცხოვრებისთვის, ასევე მენეჯმენტის გეგმით ან დროებით რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაშვებული იქნება ესე იგი ტყის კოდექსით გათვალისწინებულ რეგულაციების საფუძველზე მრგვალი მორის გაცემა. განახლდა რედაქცია იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს მდინარეებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამ ნაწილში ჩვენ რამოდენიმე ვერსიაზე ვიმუშავებთ და საბოლოოდ რაც არის შემოთავაზებული, ის გულისხმობს იმას, რომ დასაშვებად მიიჩნევა მხოლოდ ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მენეჯმენტის გეგმით ან დროებით რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში უპირატესად ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. მათ შორის ჰესების მშენებლობა. ჰესების ასე ვთქვათ, სიმძლავრე არის შემოფარგლული იმ ჩანაწერით, რომელიც გულისხმობს გზშ საჭიროებას. ანუ ეს დაშვება იქნება გათვალისწინებული იმ პროექტებზე, რომელსაც არ ჭირდება გზშ მცირე სიმძლავრის მქონე ჰესებზე. ბუნებრივია ეს დათქმა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება ადგილობრივი ლანდშაფტის იერსახე და საგანგებოდ არის ხაზგასმული კალმახის საქვირითი ადგილების დაუზიანებლად, რომ უნდა იყოს ეს ღონისძიება გატარებული. კანონპროექტის ამოქმედების ვადა ჩვენ ამ ეტაპზე ესე გვაქვს 2026 წლის 1 იანვარი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონშიც ამ თარიღზე ქონდა სწორება, მაგრამ
როგორც ჩანს, ესე იგი ჩვენ მეორე და მესამე მოსმენას მოვასწრებთ მხოლოდ საგაზაფხულო სესიაზე და ალბათ ეს ჩანაწერი ზამოქმედების გადაწეული იქნება და სავარაუდოდ იქნება 2026 წლის 1 მარტი. ეს გახლავთ ძირითადად ის საკითხები, რაც მინდოდა წარმოვიდგინა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებზე. მზადვარ გიპასუხოთ კითხვებზე და გთხოვთ მხარდაჭერას. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ საკმაოდ დრო დაგვჭირდა კომიტეტსა სამინისტროს, რომ აღნიშნულ კანონპროექტი არსებითი ხასიათით გადაგვემუშავებინა კომიტეტის წევრებისთვის კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ ინფორმაციის სახით მოგაწოდებთ ინფორმაციას ის რაც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სტანდარტი არ უნდა დაგვერღვია და რაღაც საგამონაკლისო წესი რაჭის ეროვნული პარკისთვის არ უნდა შეგვექმნა მათ შორის სამეურნეო საქმიანობის განხორციელების კუთხით იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც ასე ვთქვათ სამართლიანობის პრინციპს რეგიონების მიხედვით ეროვნული პარკში დასაშვების საქმიანობის შესახებ ასევე იმ IUCN-ის სტანდარტებს რომლის ასე ვთქვათ საფუძველზე შეიქმნა ზოგადად ჩვენი დაცული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა ბატონ ზურაბ აი რომ ჩამოვთვალო კიდევ ერთხელ და დამიდასტუროთ ესე იგი ჩვენ ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტში ვტოვებთ მხოლოდ სიტესახეობების ასე ვთქვათ მოპოვების საშუალებას და არა ეროვნულ პარკში ისევე როგორც არაგანახლებადი რესურსის მოპოვებას აღარც ეროვნულ პარკში ვუშვებთ და აღარ დაცულ ლანდშაფტში შემდგომ ჰიდროელექტროსადგურები ზოგადად ჰიდროელექტროსადგურები რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და ასევე ლანდშაფტის დაუზიანებლად ეს ჩანაწერი გვჩება დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიაზე ისევე როგორც ეს გვაქვს სხვა დაცული ლანდშაფტების შემთხვევაში და ეს ის პრაქტიკა რომელიც დასაშვებია როგორც მოქმედი კანონმდებლობით ასევე საერთაშორისო სამართლით მრგვალი ხე-ტყის მოპოვება ნაცვლად ეროვნული პარკის მთელი ტერიტორიისა დასაშვები იქნება მხოლოდ მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ტყის კოდექსის შესაბამისად და ასევე დაცულ ლანდშაფტზე და 31 წლის შემდგომ დაცული ლანდშაფტი აღარ გადაკეთდება, ასე ვთქვათ, ეროვნულ პარკად იმ მიზეზების გამო, რომ დაცულ ლანდშაფტში დაშვებული იქნება იმაზე მეტი სამეურნეო საქმიანობა, ვიდრე ეს ეროვნული პარკისთვის არის დამახასიათებელი. ხო, სწორედ ჩამოთვალე. კი ბატონო, გიდასტურებთ. ორეტაპიანი გაფართოება რაჭის ეროვნული პარკის აღარ მოხდება და რაც განვაცხადა ეს სექტორები, ზუსტად ამ ფარგლებში იქნება მიღებული და შენარჩუნებული. ძალიან დიდი მადლობა, კითხვები თუ არ არის, ბატონ ზურაბს დიდი მადლობა და შეგვიძლია გადავიდეთ შემდგომ საკანონმდებლო პაკეტზე, ეს არის გარემოსდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები ორ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში, ნუ ერთი მათგანი არის ცვლილებაში ცვლილება. გთხოვთ ბატონ ზურაბ, წარმოადგინოთ. ბატონო, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ორ კანონპროექტს. ძირითადად კანონპროექტი გახლავთ გარემოსდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მის საჭიროებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ და შემდგომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ ჰარმონიზაცია მოხდება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან ამ ნაწილში და ეს ნაწილი შეეხება სათბურის ეფექტის მქონე გაზების მონიტორინგს, ანგარიშგებას და შემდგომ მათ უფრო ეფექტურ მართვას. ამ ვალდებულების ფარგლებში, ესე იგი, გამოიყენება ესეთი ტერმინი MRV, რომელიც გულისხმობს სამი სიტყვის აბრევიატურას, ეს არის მონიტორინგი, ეს არის ანგარიშგება და ვერიფიცირება. შესაბამისად, კანონპროექტშიც ასახული არის სამივე ამ პროცესის სამსახველი ნორმები. გამატების სახით არის შეტანილი არსებულ კანონში. პირველ რიგში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის ნუსხა იქნება განსაზღვრული. ეს არის ის ნუსხა საქმიანობების, რომელიც მაღალ გავლენას ახდენენ სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევაზე. ამ ტიპის საქმიანობების, რომელთა ნუსხა იქნება დადგენილი, მოუწევთ ავტორიზაციის გავლა კონკრეტულ საწარმოებს
კანონის საფუძველზე. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოები იქნება ყველა ტიპის საქმიანობასთან მიმართებით გარემოს ეროვნული სააგენტო, გარდა საავიაციო საქმიანობისა, რომელიც იწვევს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევას, ხოლო საავიაციო საქმიანობების ნაწილში ავტორიზაციის ორგანო იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც მოქმედებს ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში. ავტორიზაცია გავლილ საწარმოებს მოუწევთ მონიტორინგისა და ანგარიშგების სტანდარტის შესრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში თვითონ ავტორიზაციის პროცესში ფაქტობრივად დარეგისტრირდება და გაცხადებული იქნება ის ტექნოლოგიები, ის წყაროები, რომლებიც იწვევენ ამ კონკრეტულ საწარმოებში სათბურის ეფექტის მქონე გაზების გაფრქვევას, ყველა თანხლები დოკუმენტაციის წარდგენით, გამომდინარე უკვე ავტორიზაციის მოთხოვნებიდან იქნება მონიტორინგი სისტემა ასაწყობი სათბურის გაზების გაფრქვევის მაჩვენებლების შესაფასებლად და შესაგროვებლად. ამ მონაცემების დაყრდნობით უკვე სტანდარტიზებული ანგარიშგების ვალდებულება იქნება აუცილებელი ასეთ საწარმოების, ეს გახლავთ ყოველწლიური ანგარიშგება და ანგარიშგება უნდა მოხდეს ავტორიზაციის გამცემი ორგანოების მიმართ. ანგარიშგების ნაწილში უნდა ისახოს მონიტორინგის შედეგები, იმისაც რომ ანგარიშგების მონაცემები იყოს უტყუარი, იმისაც რომ სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ანგარიშგებისთვის და მონიტორინგის მონაცემების ასახვა ამ ანგარიშგებაში შეესაბამებოდეს იმ საერთო მიდგომებს, რომლებიც გამომდინარეობს ევროპული დირექტივიდან, ამისთვის შუაში, ან შუალედში აუცილებელი ხდება ანგარიშის ვერიფიცირება, დამოწმება ცალკე მდგომი მესამე კომპეტენტური უწყების მხრიდან. ამ კომპეტენტურ უწყებას ჩვენ კანონპროექტში ეწოდება დამოწმებელი. ეს არის ის პირი, რომელიც სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიშის დამოწმებაზე არის აკრედიტებული. აკრედიტებული ეს ორგანო შეიძლება იყოს ორი ფორმატით. ერთი გახლავთ, ესე იგი, ეროვნული ფორმატი, ეს გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემოვალი აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან აკრედიტაცია და მეორე ას გახლავთ ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის მიერ შესაბამის სფეროში მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმოწერა ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მხრიდან აკრედიტაცია, რაც გულისხმობს უკვე აკრედიტაციას ევროპულ ქვეყნებში მოქმედი ცენტრების. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიების ამოქმედების ვადებს, გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ბაზის ფორმირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანონის იმპლემენტაციისთვის, ეს გახლავთ სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების შემოღება და სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის მონაცემთა დამოწმების წესის შემოღება. ორივე ეს დოკუმენტი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული. კანონქვემდებარე ბაზის, ესე იგი, მიღების სრული ვადად კანონპროექტის თანახმად სახელდება 2027 წლის 1 მარტი. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ კანონით გათვალისწინებული ახალი ნორმები ავმოქმედოთ 2028 წლის 1 იანვრიდან და შესაბამისად 28 წლის 1 იანვრიდან 3 თვის განმავლობაში 1 აპრილამდე იქნება გახსნილი ფანჯარა საქართველოში შესაბამის საწარმოების მხრიდან სავალდებულო ავტორიზაციის გასავლელად და ავტორიზაციის განაცხადების წარსადგენად. ხოლო ავტორიზაცია გავლილი პირები უკვე პირველ ანგარიშებს მონიტორინგის შედეგად სათბურის ეფექტის გაზების გაფრქვევის თაობაზე წარადგენენ ავტორიზაციის ორგანოებში 2029 წლის 31 მარტამდე. არსებით საკითხებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ კანონქვემდებარე ბაზის ფორმირება საქართველოს მთავრობის კომპეტენცია იქნება და ის დეტალური ნორმატიული აქტები, რომლის საფუძველზედაც საწარმო უნდა იყოს მზად მონიტორინგის და ანგარიშგების ასევე ავტორიზაცია გაიაროს, დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ავტორიზაციის ორგანოები მოგეხსენებათ, რომ ორივე იქნება ეროვნული ორგანო, ეს არის აკრედიტაციის ცენტრი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ხოლო დამოწმებელი სტრუქტურა ვერიფიკატორი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერ საწარმომ ორი ორგანო, ერთი შეიძლება იყოს ევროპულ ქვეყნებში აკრედიტებული შესაბამისი ცენტრი და მეორე ის ახალი უწყება საწარმო, რომელიც საქართველოში ევროპული დირექტივების და სტანდარტების მიხედვით გაივლის აკრედიტაციის ცენტრში და მზად იქნება დაამოწმოს აი სპეციფიური ანგარიშგება. მთელი რიგი ცვლილებებისა ამ კანონპროექტში იქნა შემოთავაზებული და ასე ვთქვათ შეჯერებული როგორც გარემოს დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად. სწორედ მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით უფრო ზუსტად ტერმინთა განმარტებაში აგვესახა დამოწმებლის სტატუსი, გაგვეფართოვებია ესე იგი და უფრო ნათელი გაგვეხადა ის, რომ დამოწმებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოში შექმნილი ორგანიზაცია, ასევე ევროპული ორგანიზაცია და ვადებთან დაკავშირებით ვადები რომელიც იყო პირველად კანონპროექტში შემოთავაზებული, გადაწეული იქნა იმდაგვარად, როგორც მე მოგახსენეთ, ეს 2027, 28, 29 წლებში. ესეც განპირობებულია იმით, რომ რეალურად რო შევხედოთ, ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს დეტალურ და სპეციფიური კანონქვემდებარე ბაზის ჩამოყალიბებას, მომზადებას ავტორიზაციას დაქვემდებარებული ორგანიზაციების, შემდგომ მათი შიდა მონიტორინგის სისტემების შექმნას, ფორმირებას და ამოქმედებას და პირველი ანგარიშების ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, რომ ეს ვადები, რაც უკვე საბოლოოდ კანონპროექტში არის ასახული, არის ღირსეული და საკმარისი კონტრიბუცია საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისი ვალდებულების ნაწილში. ასევე პაკეტში არის, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ცვლილება, მათ შორის ერთი ცვლილება, რომ ითვალისწინებს ახალი მუხლების შემოღებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს გახლავთ 82 მე-6 პრიმა და 82 მე-7 პრიმა მუხლები. პირველი მათგანი შეეხება სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება შესაბამის გადაწყვეტილების გარეშე, ანუ ავტორიზაციის გარეშე განხორციელება და ითვალისწინებს პირველ შემთხვევაში 1000 ლარიან სანქციას, განმეორების შემთხვევაში 2000 ლარიან სანქციას. ხოლო 82 მე-7 პრიმა მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სანქციებს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ პირველ შემთხვევაში ესე იგი ესეთი დარღვევა გაფრთხილებას გამოიწვევს და მხოლოდ შემდგომ მოხდება თანხობრივი სანქციის გამოყენება. ამ ნაწილშიდაც ესე იგი ოქმის შემდგენელი და ადმინისტრაციული საქმის განხილველი ორგანოები შესაბამისად იქნება გარემოზე ზენოხელობის დეპარტამენტი ჩვენი სამინისტროს ნაწილში, ხოლო ავიაციო საქმიანობების ნაწილში ეს იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. კიდევ ერთი ცვლილება, მცირე ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განპირობებული იყო იმით, რომ ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ცვლილება ისეთ მუხლში, რომელიც განსაზღვრავდა სასამართლო განჟადობას, ამ მუხლებში შეტანილი იყო ცვლილებები, რომელიც უნდა გვიან ამოქმედებული იყო, ამიტომ თავდაპირველად, როდესაც კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში, საჭიროებას ხედავდით იმაში, რომ სამოვალთ ასამოქმედებელ ცვლილებაშიდაც ეს ახალი ნორმა მითითება ახალ მუხლებზე განხორციელებული ყოფილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გადავწიეთ ძირითადი კანონის ამოქმედების ვადები, ახალი ასამოქმედებელი ნორმები უკვე მანამდე იქნება ამოქმედებული, ამიტომ ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ეს მცირე კანონპროექტი ცვლილებაში აღარ დაგჭირდეს და ის ამოვიღოთ, გავითხოვოთ ამ პაკეტიდან და შემოვიფარგლოთ ხოლმე ძირითადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებით. ეს გახლავთ ძირითადი პარამეტრები ჩვენი საკანონმდებლო პაკეტის, გთხოვთ ხარდაჭერას და მზად ვართ შეკითხვებზე გიპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, კითხვები ხომ არ არის? გესალმებით, ბატონ ზურაბ, დაახლოებით რა ტიპის საწარმოებზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ მითხრათ, ან რა ტიპის საწარმოები არიან ის საწარმოები, რომელიც გამოყოფენ სათბურის ეფექტის მქონე თქვათ გაზების გაფრქვევას, რა რაოდენობის საწარმოებზეა საუბარი და რა ტიპის ღონისძიებების გატარება მოუწევთ, რომ ავტორიზაცია გაიარონ და შემდეგ უკვე ყოველწლიურ ანგარიშგებაში შეესაბამებოდნენ ამ რეგულაციებს. მადლობა. კი ბატონო,
ესე იგი დაახლოებით წარმოდგენა ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის შესახებ რასაკურველი გვაქვს ეს გახლავთ ის საწარმოები რომელთა ტექნოლოგიური ციკლი იწვევს ესე იგი მაღალ რისკს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გამრავლებასთან დაკავშირებით. ახლა თავის სპეციფიკა გააჩნია სავიცო საქმიანობას, მთელი რიგი სავიცო საქმიანობისა იწვევს ასეთ ეფექტს და უნდა იქნეს აღრიცხული და მონიტორინგის დაქვემდებარებული, ხოლო ჩვენ ნაწილში ესეთი შეიძლება იყოს ცემენტის წარმოება, ესე მძიმე მეტალურგია, ესეთ სპეციფიური საწარმოები, რომელთა მონიტორინგის და ანგარიშგების ვალდებულება დადგება ავტორიზაციის შემდგომ. ყველა საქმიანობის ტიპი, რომელიც ავტორიზაციას ექვემდებარება, კანონის მიღების შემდგომ იქნება დადგენილი მთავრობის მიერ. რაც შეეხება თუ რა ტიპის ვალდებულებები ექნებათ მათ, მე აღნიშნავდი ავტორიზაციის მისაღებად რა ინფორმაციაა წარსადგენი და ალბათ აქედანაც დავინახავთ. ეს არის ინფორმაციის წარდგენა იმ დანადგარებისა საქმიანობის შესახებ, მათ შორის ტექნოლოგიების აღწერა, რომელთა გამოყენებაც სავარაუდოდ გამოიწვევს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევას. ნედლი და დამხმარე მასალების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოყენებაც სავარაუდოდ გამოიწვევს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევას. იმ სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის წყაროების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მოცემულია მთავრობის დადგენილებაში. ანუ მონიტორინგის დაქვემდებარება ტექნოლოგიის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ იწვევს სათბურის ეფექტის მქონე გაზების გაფრქვევას. მონიტორინგი განხორციელდება სპეციალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების მეშვეობით, იმისაც რომ რაოდენობრივი პარამეტრებიც იქნეს დადგენილი. შეიძლება ალბათ შეიქმნას შემდგომში ამ მონიტორინგის შედეგების ასე ვთქვათ დინამიკაში გაცვლის პლატფორმას. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასეთ საწარმოებებს, რომელიც მით უმეტეს თუ ისინი ახალი ჩამოყალიბებულია, ნაწილი იმ ტექნოლოგიების, რაც მონიტორინგს სჭირდება, უკვე გამოყენებული აქვს, უბრალოდ ის შეიძლება არ იყოს ბოლომდე მოყვანილი სტანდარტთან შესაბამისობაში. თუ ძველი საწარმოა, ბუნებრივია მას დასჭირდება დამატებითი ინვესტიციები ამ მონიტორინგის სისტემის დასანერგად, დაჭირდება ამას ალბათ კვალიფიციური კადრების გამოყენება წარმოებაში, თუ ისინი ამ ეტაპზე არ არიან, იმისაც რომ მონიტორინგის მონაცემი წაიკითხონ, გარდასახონ უკვე ანგარიშგების მონაცემებში და ეს წლიური ვალდებულება დროულად იქნეს შესრულებული. თუ გაგეცით პასუხი ამ კითხვაზე. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, დაზუსტება ხო არ სურს ვინმეს? მე მექნება რაღაც დაზუსტება ბატონ ზურაბ. ანუ მესამე კანონპროექტი ცვლილება რო ახსენეთ, ისე იგი ჩვენ პირველ მოსმენამდე ვიყენებთ რეგლამენტის გათვალისწინებულ საშუალებას და უნდა გამოვიწვიოთ, ხო, ეს კანონპროექტი. მაშინ მთავრობიდან დაგვჭირდება სავარაუდოდ გამოხმობის, კანონპროექტის გამოხმობის წერილი მესამე მოსმენამდე, ან პროცედურულად სხვა კუთხით უნდა წავიდეთ, რომ დავუშვათ მესამე მოსმენაზე კენჭი არ ეყაროს აღნიშნულ კანონპროექტს. კი ბატონო, ჩვენ კიდევ ერთხელ კომიტეტის წევრებისთვის რომ ავხსნათ, ეს აბსოლუტურად ობიექტური გარემოებით არის გამოწვეული, ამ კანონპროექტის განხილვა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, არა ჩვენზე დამოკიდებული მიზეზების გამო, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, ეს აკრედიტაციის პროცედურა იყო მეტად ჰარმონიზებაში მოსაყვანი როგორც ეროვნულ რეალობასთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანებით გვაქვს ჩვენ ნაკისრი და საბოლოო ჯამში ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრი იქნება ის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება, რომელიც აკრედიტაციას უზრუნველყოფს იმ კომპანიებისა, რომელსაც სურს, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული პროდუქცია გაიტანონ და ასე ვთქვათ, ემისიების ვაჭრობის ამ სქემაში, ნუ ჰიბრიდულ სცენარში ჩაერთონ. ასე რომ, სწორედ ამიტომ გვიწევს მესამე კანონპროექტზე უარის თქმა და ბატონ ზურაბ, როგორ თქვენ გადაწყვეტ, რადგან ინიციატორი ბრძანდებით, იმ გზით წავიდეთ პროცედურულად, რომ ასე ვთქვათ, სესიაზე მოხდეს ეს კანონპროექტი დროულად, რომ პირველი მოსმენით მივიღოთ იგი, ასევე კომიტეტის წევრებისთვის, საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მნიშვნელობას აღნიშნული კანონპროექტის და მის საფუძვლებს, რისგან არის გამოწვეული, როგორც ასოცირებს, როგორც ბატონ ზურაბ ბრძანა, როგორც ასოცირებს ხელშეკრულების, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებებთან გამომდინარე, ჩვენ იცით, რომ ასოცირებს ხელშეკრულების ენერგეტიკულ და კლიმატის ნაწილს ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ენერგოგაერთიანებას
განვითარებასთან ზუსტად ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა შეხვედრები ენერგეტიკულ გაერთიანებაში. საპარლამენტო დელეგაცია გასულ კვირაში ვიყავით ავსტრიაში, ვენაში აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სრული მზაობა იმისთვის, რომ ემისიების კონტროლის, მათ შორის ვერიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა შეგვექმნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიმდინარე წელს უკვე ვახერხებთ აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, ასევე აღნიშნული სისტემის სრულფასოვნად ამუშავება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფრასტრუქტურულ მნიშვნელოვან პროექტთან, რომელიც უკვე ევროკავშირმა საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის საგნად აღიარა, ეს არის წყალქვეშა კაბელი. რომელი პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ, როგორც ენერგეტიკული მიმართულებით ბაზრის გახსნის საკითხები, ასევე გარემოსდაცვის მიმართულებით ემისიებით ვაჭრობისა და კარბონის როგორც საზღვარზე, ასევე ჩვენ ქვეყნის შიგნით კონტროლის საკითხები უკვე სავალდებულო იქნება უფრო ფართო სპექტრისთვის. ბატონ ზურაბ, დიდი ბოდიში ცოტა მეტი თქმა მომიწია, თუმცა საკითხის მნიშვნელობას მინდა რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას და რაც შეეხება ჩვენ კომიტეტს, მადლობა მინდა ბატონ ზურაბს უთხრა, იმიტომ რომ როგორც ჩვენი კომიტეტის, ასევე დარგობრივი კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები პირველი მოსმენისთვის ასახულია კანონპროექტში და ამ ფორმით გაიგზავნება სესიაზე, ხოლო კომიტეტს აქვს კიდე და ბატონ ზურაბმაც იცის ეს გარკვეული სახის შენიშვნები მეორე მოსმენისთვის, უკვე მუხლობრივი განხილვის დროს შეგვეძლება ჩვენ ამ მეორე მოსმენის საკითხებს მიუბრუნდეთ და ამ პირველ საკითხთან დაკავშირებით ბატონ ზურაბ პროცედურულად როგორც თქვენ გადაწყვეტ ისე გავაკეთოთ. კარგით. უღრმესი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. ბატონ ზურაბ, რო დავაზუსტო, ანუ გაიწვევს, იმიტომ რომ კენჭი აღარ უნდა უყარო. კი ბატონო. კარგით, მაშინ ეს რეგლამენტით როგორ არის ჩვენ კენჭი უნდა უყაროთ, თუ არ უნდა უყაროთ? კარგით, ვუყაროთ კენჭი რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში, ვინ არის მომხრე რომ კენჭი უყაროთ, გათვალისწინებული ცვლილებებით, რომ უკვე გასწორებული ვერსია იქნეს წარდგენილი რაჭის დაცული ტერიტორიების სესიაზე და ვინ არის მომხრე რომ კენჭი უყაროთ გარემოსდაცვის კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე ცვლილებებს საქართველოს სხვა კანონებში. დიდი მადლობა აღნიშნული კანონპროექტის მოდიფიცირებული ვერსიის წარადგინება საქართველოს პარლამენტს. დიდი მადლობა, ამით კომიტეტის თომა დასრულებულია.